შარშან ერთი წლის წინ აქ დავოსში მე ჩემი გამოსვლა შემდეგი სიტყვები დავასრულე. ევროპამ უნდა იცოდეს თავი როგორ დაიცვას. ერთი წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა. ჩვენ ისევ იმ მდგომარეობაში ვართ, როცა მე მიწევს იმავეს გამეორება. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის თავდაცვითი პოლიტიკა გააკრიტიკა და ის უმოქმედობაში დაადანაშაულა. სიტყვით გამოსვლისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროპა ყოველწლიურად ახალი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ მათ არ იციან როგორ იმოქმედონ. უკრაინის პრეზიდენტმა ევროპა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე რეაგირების გამოც გააკრიტიკა. მისი განცხადებით ირანში რეჟიმი ათასობით ადამიანს თავისუფლად კლავს და ამაზე პასუხს არავინ არ თხოვს. ეს კი ყველა მჩაგვრელისთვის ერთ მესიჯს გსავნის. თუ საკმარის ხალხს მოკლავ, ძალაუფლებას შეინარჩუნებ. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით მსგავსი გზავნილები ევროპას არ აწყობს, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი რეაგირებას აგვიანებენ, რაც სხვა შემთხვევების დროსაც მეორდება. ყველა სახსოვს შესანიშნავი ამერიკული ფილმი ზაზუნას დღე. ბილ მიურეისა და ენდი მაგდაუელის მონაწილეობით. მაგრამ ასე ცხოვრება არ ავისურს ერთი და იმავეს გამეორება კვირების, თვეების და წლების განმავლობაში. და მაინც ზუსტად ასე ვცხოვრობთ ახლა. ესაა ჩვენი ცხოვრება და ყველა ასეთი ფორუმი ამას ადასტურებს. ყოველ წელს ევროპისა და მსოფლიოსთვის სიახლე მოაქვს. ახლა ყურადღება მთლიანად გრენლანდიაზე გადასული და ცხადია, რომ ამასთან დაკავშირებით ლიდერების უმეტესობამ უბრალოდ არ იცის რა უნდა გააკეთოს. როგორც ჩანს, ყველა უბრალოდ ელოდება, რომ ამერიკა დამშვიდდება იმ იმედით, რომ ეს საკითხი უბრალოდ გაივლის, მაგრამ რა მოხდება თუ ის არ გაივლის? რა მოხდება შემდეგ? ირანში გამართულ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ბევრი საუბარი იყო, მაგრამ იქ ხალხი სისხლში ჩაიხჩო. მსოფლიო ირანელ ხალხს საკმარისად არ დაეხმარა. ეს სიმართლეა. უკრაინის პრეზიდენტმა ევროპას რუსული აქტივების გაყინისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა პარტნიორებს რუსული ნავთობის ექსპორტის შესაჩერებლად მეტის გაკეთებისკენ მოუწოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური ომის მეოთხე წელი მიმდინარეობს. ის ადამიანი, ვინც ეს ომი დაიწყო, არა მხოლოდ თავისუფალი, არამედ ის კვლავ ცდილობს ევროპაში თავისი გაყინული ფული დაიბრუნოს. და იცით რა? ის გარკვეულ წარმატებასაც აღწევს, ეს სიმართლეა. სწორედ პუტინი ცდილობს გადაწყვიტოს, თუ როგორ უნდა იქნას გამოყენებული გაყინული რუსული აქტივები და არა ისინი, ვისაც აქვს ძალაუფლება. ის ამ ომისთვის არ ისჯება. საბედნიეროდ ევროკავშირმა გადაწყვიტა რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინება. და ამისთვის მადლიერი ვარ. მადლობა ურსულას, მადლობა ანტონიუს და ყველა იმ ლიდერს, ვინც ამ პროცესში დაგვეხმარა. მაგრამ როდესაც დრო დადგა ეს აქტივები რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად გამოგვეყენებინა, ეს გადაწყვეტილება დაიბლოკა. რაც შეეხება თავად ცეცხლის შეწყვეტას, ევროპას უყვარს მომავალზე საუბარი, მაგრამ დღეს მოქმედებას თავს არიდებს. ქმედებებს, რომლებიც განსაზღვროს, თუ როგორი მომავალი გვექნება. სწორედ ეს არის პრობლემა. რატომ შეუძლია პრეზიდენტ ტრამპს შეაჩეროს ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები და ჩამოართოს ნავთობი, ევროპას კი არა. რუსული ნავთობი დღემდე შედის ევროპის სანაპიროებზე. ეს ნავთობი აფინანსებს უკრაინის წინააღმდეგ ომს. ეს ნავთობი ხელს უწყობს ევროპის დესტაბილიზაციას. ამიტომ რუსული ნავთობი უნდა შეჩერდეს, ჩამოერთვას და გაიყიდოს ევროპის სასარგებლოდ. რატომაც არა? თუ პუტინს ფული არ აქვს ევროპისთვის, ომიც აღარ იქნება. თუ ევროპას ფული აქვს, მაშინ მას შეიძლება დაიცვას საკუთარი მოსახლეობა. დავოში სიტყვით გამოსვლამდე უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეხვდა, სადაც მხარეებმა უკრაინაში ომის დასრულების გზები განიხილეს. როგორც მხარეებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, შეხვედრა საკმაოდ პროდუქტიული იყო. დონალდ ტრამპის განცხადებით შეთანხმების მიღწევა ორივე ქვეყნის, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს სურთ. მან ასევე თანაგრძნობა გამოხატა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც ზამთარში გათბობის პრობლემების წინაშე არიან, რადგან უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე რუსულ სამხედროებს იერიშები მიაქვთ. კარგი შეხვედრა მქონდა, მაგრამ პრეზიდენტ ზელენსკისთან არაერთი კარგი შეხვედრა მქონია, თუმცა შეთანხმება არ შემდგარა. იცით, სასაცილოა 35-წლიანი ომი ერთ დღეში დავასრულე, 32-წლიანი ორ დღეში და სხვა ომები, ბევრად უარესი ომი, 4 დღეში. ეს კი უსასრულოდ გრძელდება. სინამდვილეში სხვა ომები შეიძლება უფრო რთულიც კი იყო. ისინი დათმობებზე სწავლენ, შეთანხმებისთვის ყველა დათმობაზე მიდის. ევროპაც იქნება ამის ნაწილი. ის აუცილებლად უნდა იყოს. ეს არ არის ის, რასაც ევროპა ჩემთვის გააკეთებს. უფრო მე ვაკეთებ მე ამას ევროპისთვის. პირველ რიგში მე ამას სიცოცხლის გადასარჩენად ვაკეთებ. შემდეგ უკვე ევროპისთვის ვაკეთებ. ეს ჩვენზე დიდად არ მოქმედებს. ათასობით მილის დაშორებით ოკეანე გვაშორებს, მაგრამ მე მაქვს მისი დასრულების უნარი და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას. მეგონა რომ პუტინს ეს ყველაფერი სურდა, შეიძლება სურს კიდეც
კიდეც, მაგრამ აქეთ ნაბიჯს არ გადადგამს. თუ შეთანხმებას არ მივაღწევთ. დღეს ძალიან კარგი შეხვედრა გქონდა პრეზიდენტ ზელენსკისთან. ფიქრობ, ძალიან კარგი შეხვედრა იყო. პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ იუტკოფი და ჯარედ კუშნერი. ისინი შეხვედრის შემდეგ მოსკოვში გაემგზავრნენ, სადაც ოფიციალური შეხვედრა გამართეს რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან და პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო საკითხებში იური უშაკოვთან. რუსულმა მხარემ შეხვედრა დადებითად შეაფასა, თუმცა ხაზი გაუსმა, რომ ტერიტორიული საკითხის მოგვარების გარეშე შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება. რუსული მხარე ითხოვს, რომ უკრაინამ ჯარები გაიყვანოს აღმოსავლეთ რეგიონებიდან, რომლებზეც მოსკოვს სრული კონტროლი არასდროს ჰქონია. განმეორებით აღვნიშნოთ, რომ ტერიტორიული საკითხის მოგვარების გარეშე უბრალოდ გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევის იმედი არ არსებობს. ჩვენ, როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, გულწრფელად ვართ დაინტერესებული მოვაგროვოთ უკრაინის კრიზისი პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით. სანამ ეს არ მოხდება, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევის კუთხით რუსეთი თანმიმდევრულად გააგრძელებს მოქმედებებს ბრძოლის ველზე, სადაც რუსეთის შეერაღებული ძალები სტრატეგიულ ინიციატივას ფლობენ. უკრაინული და რუსული მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით სამხედრო შეხვედრას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართავენ. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, სამმხრივი მოლაპარაკებები 23 იანვარს უნდა დაიწყოს და ის 2 დღე გაგრძელდება. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მოლაპარაკებებისას რუსეთი დათმობებზე წასასვლელად მზად უნდა იყოს.